ბრინჯაო კაცებში და 2 გოგონებში. ზურაბ ბობოლაძე, ალექსანდრე საჯაია. პირველი რაუნდი. მაქსიმალეს ხედავ. პირველი მოარტყა შოის წავიდა ისე გულში დავამახსოვრა თავის საჯაიამ თავის ისეთი შემტევი სტილით. როდესაც მეორე რაუნდში დაამარცხა გორელი ლევან ცეცხლაძე და აქაც შეტევით დაიწყო ალექსანდრე საჯაია. ბობოლაძე შავშან ჩემპიონი იყო ამავე წონაში 85 კილოში. სიმაღლეში სხვაობა საგრძნობია და შანსი საჯაიასი არის ახლო ბრძოლაში შესვლა. ფეხი დაუცურდა ბობოლაძეს. ჯერჯერობით თანაბარი რაუნდია. ბოლო შეტევაში უფრო ხონდა ბობოლაძეს დარწმები. აქ რომელიღაცას გამოუვარდა კბილსაცავი საჯაიას. და რაუნდიც მიიწურა. ბობოლაძე წავიდა შეტევაში, მაგრამ კარგად დაიცვა, ესეთ კონჩეტევით თავი არ მიუშვა. ახლოს მეტოქე, შემდეგ ამოვარტყა ქვემოდან მარჯვენა ხუკი საჯაიამ. ბოლო წამებია უკვე პირველი რაუნდი, აქაც დაიცვა თავი ფოთელმა და რაუნდის ბოლომდე რა მოხდება, აქაც არ მოხდა, მოასწრო მარჯვენა ხუკი ერთი ბობოლაძემ რაუნდის ბოლო 10 წამში. შედეგები, საჯების შეფასებები ზურაბ ბობოლაძემ მოიგო 5-ვე მსაჯთან. ის ფავორიტი იყო რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის ორგზის პრიზიორია, საქართველოს ჩემპიონია. შავშანდელი. მაგის მიუხედავად თანაბარი ბრძოლა იყო ხა ასე თუ ისე შეტევაში უფრო ხშირად იყო ხოლმე საჯაია, ქონდა შედეგიანი დარტყმებიც, მაგრამ ჩანდა რომ კონჩეტევაზე უკეთესად მუშაობდა ბობოლაძე. სავარაუდოდ უფრო მეტი გააფთრებით წავა წინ. ალექსანდრე საჯაია. მეორე რაუნდი.
უყურეთ ნახეთ როგორ დაიწყო მეორე რაუნდი. ბრძანები დროზე არ შეასრულა დროულად ობოლაძემ თეთრ კუთხეში გასვლისა და შემდეგ მიიღო გაფრთხილება. ამან ეს მისი უპირატესობა გააბათილა 9-9 გახდა ანგარიში. ეხლა შემდეგ რუსაცავი მეორედ გამოუვარდა საჯაიას არ არის გამოვიწყული რომ ეხლა მან მიიღოს გაფრთხილება და ის პირველი რაუნდის სტატუს კვო არ დღეს. არა ეხლა მიიღებს საჯაია გაფრთხილებას. რუსაცავს უნდა გაუფრთხილდე. ანუ იყო 10-9 და გახდა 9-8 ამ ორი გაფრთხილების შემდეგ არსებითად არაფერი არ შეცვლილა. ხო, როგორც მოსალოდნელი იყო, ისე გააფრთხილებულ შეტევაში წავიდა საჯაია, მაგრამ დაიცვა თავი დააცხრო მეტოქის შეტევა ობოლაძემ. სულგია ჩვენა მეტოქის საჯაიამ ასე დაიცვა თავი, შემჩნევა მიიღო. და შემდეგ იყო ობოლაძის შეტევა, რომელიც დასრულდა standing count. დგომელა ათვლით გაიზარდა ეხლა თბილისელის უპირატესობა, უკვე ფაქტიურად ორქულიანი უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ ამ რაუნდს მოიგებს ობოლაძე. მოაწყა კიდევ ერთი მეორე გაფრთხილებას იღებს, კი ბატონო, მეორე თაჩვენა ზურგი მეტოქის შეტევას ვერ გაუძლო საჯაიამ მეორე გაფრთხილება და ეხა რომ ამასობაში მეორე რაუნდიც მოვჩა. მესამე გაფრთხილება არ ყოფილა ნამდვილად, თუმცა მსმენელებმა შეაჩერეს ეს ბრძოლა, მოკლედ ზურაბ ობოლაძე გახდა ჩემპიონი, ფოთელებმა დაასრულეს 2 ვერცხლის მედლითა და 1 ოქროს მედლით ეს ჩემპიონატი. ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, ეხლა ფავორიტი იყო. ამ ბრძოლაში გამარჯვება და საქართველოს ჩემპიონის ტიტული. სეგუნდანტ ვარის გადაწყვეტილების გამო სეგუნდანტის უარია, კი ბატონო, ანუ ფოთელებმა მიაწოდეს ბრძოლა მეორე რაუნდში. სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ მეორე ორი გაფრთხილება ჰქონდა უკვე საჯაიას და მესამე რომ მიიღებდა დისკვალიფიკაციას და წესების მიხედვით მის დისკვალიფიკაციით წააგებს ნახევარფინალს ან ფინალს მედალს ვერ იღებს. დაგვსა ჩვენ ორი ფინალი, შემდეგი ფინალი თბილისური არის, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისელებს აი ამ ფინალიც მე ვეკნებათ 4 ოქრო კაცებში და 5 ვერცხლი. ფინალი კი ესეთია, ილია ქუხილავა თბილისი და ლუკა კილაძე თბილისი. ფინალამდე ასე მოვიდნენ ქუხილავამ და ამარცხა საბა უკუჯავა ხობელი მესამე რაუნდში და შემდეგ გუშინ არ